დემოკრატების განცხადებაზე ვენეციის კომისია დატოვა ამერიკამ ტრამპმა უსარგებლო უწოდა და ამ ფონზე რაფასიებთ მათ დასკვნებს მაგალითად პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება რომ შეფასდეს ტრამპის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა იმას რომ ერთგვარ იარაღად იყო გამოყენებული ეს ორგანიზაცია თუნდაც თქვენი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. Ტრამპში 66 ორგანიზაცია დატოვა. პირველი ზოგადად პროცესზე შევაფასოთ 66 ორგანიზაცია დატოვა ამერიკის შეერთებულ შტატებმა, როგორც გუშინ განაცხადეს მათ. თავისთავად ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ საუბრობთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ნაწილიც არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მასში წევრობა და ამ ორგანიზაციების ფარგლებში საკითხების განხილვა აღარ არსებობს. მორღვეულია როდესაც ასეთ ორგანიზაციებში ამერიკა არ არის წევრი, რა თქმა უნდა, ეს ამ ორგანიზაციებს და მათ შორის გამოდის ასეთი დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო ფულის მფლანგველი ორგანიზაციები, თავისთავად აჩვენებს იმას, რომ მათი სერიოზულობას უკვე წყალი აქვს შეყენებული. და ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეორე, რაც შეეხება ვენეციის კომისიას კონკრეტულად, ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია რაც ვსაუბრობთ ზუსტად იმას, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური იარაღად ქვეყნების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყნებს თავს მოახვიონ სხვადასხვა პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტრუმენტები თუ ინსტიტუტები. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგად გამოჩნდა არაერთხელ, როდესაც ჩვენ ვნახეთ ნაცვლად სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებებისა, პოლიტიკური დასკვნები და მოსაზრებები, რაც აშკარად იკვეთება ვენეციის კომისიის ანგარიშებზე, ამაზე ჩვენ მათ შორის ვენეციის კომისიისთვისაც გვაქვს შეხვედრების დროს ნათქვამი. ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ, ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ინსტიტუტი ევროსაბჭოსი და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როგორც წევრი ორგანიზაციისთვის, წევრი სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია, რომ ვენეციის კომისია შეიცვალა საკუთარი პროფილი და იმ პროფესიული სამართლებრივი დასკვნების პროფესიული სამართლებრივი დასკვნების შედგენის ნაცვლად, რაც იყო პატივცემული და მნიშვნელოვანი ყველა ქვეყნისთვის, გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად, რომელიც დგება პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე დებს სხვადასხვა მოსაზრებებს და დასკვნებს. და ზუსტად ეს დაადასტურა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებმა, რომელმაც დატოვა ვენეციის კომისიის წევრობა, როგორც ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყანა, ისე როგორც 15 სხვა ქვეყანა იყო გაწევრიანებული, დატოვა და თან დატოვა ამ დასაბუთებით, რომ ეს არის უსარგებლო ფულის მფლანგველი ორგანიზაცია. ასე რომ ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ აძლიერებს კიდევ ერთხელ ჩვენს მოსაზრებას, რომ ვენეციის კომისია აცდენილია იმ თავდაპირველ მისიას, რომელიც ჩადებული იყო მასში. სანდუდა ზელენსკი აქ ისე ვითქვა, რომ ეს ორი ქვეყანა აღწევს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ აქ კორუფციული სკანდალები არის, სტაგნაცია ამ ქვეყნებში, აქვეყნებენ პარტიებსაც. ამ ფონზე როგორ შეიძლება რომ შეფასდეს, იმიტომ რომ წელსაც ვნახულობთ უსამართლო დამოკიდებულებას, ასევე ვნახულობთ იმას, რომ არანაირი აზრი არ აქვს მათთვის ქვეყნების რეალურ პროგრესს და დაფუძნებულია ეს პოლიტიკურ მოტივებზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რატომ არ უბრუნდება ევროკავშირი სამართლიან პოლიტიკას? ზოგადად ჩვენ ხედავთ ევროკავშირის და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა. გვესმის ხშირად თავდასხმები ქართულ ხალხზე, მის უფლებაზე, რომ აიჩიოს საკუთარი ხელისუფლება და ხედავდით პირდაპირ ბრიუსელის ჩარევას იმისთვის, რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების მხარდაჭერაში, როდესაც ცნობილი იყო წინასწარვე, დაანონსებული იყო, რომ ნეპალი უნდა მოეწყოთ თბილისში და საქართველოში და ამ ნეპალის მოწყობას მხარი დაუჭირა
ევროკომისიის პრესპიკერმა. და დღემდე ბოდიში არ მოუხდია არც ერთ ევროკავშირელს ქართველი ხალხისთვის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ნეპალის სცენარის ორგანიზატორებს გამოუცხადა ევროკომისიამ, პრინციპში ევროკომისიის სპიკერის პირით. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, უსამართლობაზე აღარ ვიტყვი ამ კონტექსტში საქართველოს და მოლდოვა-უკრაინის შედარებისას, ეს უბრალოდ ქართულ ხალხს დაგვცინიან. ჩვენ ესე უნდა შევხედოთ, ესე დაცინვა ქართული ხალხის, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს უკრაინა, მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭილში წინ არიან საქართველოს. რა თქმა უნდა, წინ არიან ისინი ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში. ამაში ჩვენ ვერ ვჯობნით. ეხუტებიან, იმიტომ რომ აკეთებენ, ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. და ამაში ვერ ვჯობნივართ. თუმცა ვჯობნივართ ყველაფერში, ყველა პარამეტრებში. ვჯობნივართ ეკონომიკური განვითარებით, ვჯობნივართ დემოკრატიული ინსტიტუტებით, ეკონომიკური განვითარებით დავიწყებ ამით, უკრაინა გასაგებია ომშია და რთულია ხა იქ ეკონომიკურ განვითარებაზე ქონდა საუბარი, თუმცა მოლდოვასაც შეეხება, მოლდოვა, რომელიც უკრაინის ომამდე 2021 წელს ჩვენზე კარგი მაჩვენებელი ქონდა ეკონომიკური ზრდის ტემპებისა, ომის დაწყებიდან ჩამოვარდა ნულზე, მინუსები ქონდა და ნულის გარშემო ტრიალებს მისი ეკონომიკური ზრდა. დემოკრატიული ინსტიტუტები მოლდოვაში, რომ არჩევნებში, სადაც პირდაპირ ჩაერია, ნახეთ ჩვენ ბრიუსელი ამ არჩევნებში, იმ მხრივ რომ მხარს უჭერდა ერთ კონკრეტულ კანდიდატს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ჩავიდა კიშინევში და წინასაარჩევნოდ დაპირდა 1.8 მილიარდს დაფინანსებას, რა თქმა უნდა აღძრავს კითხვებს, იყო თუ არა სამომრჩევლების მოსყიდვა და ჩარევა, გარეჩარევა არჩევნებში და ამის სანაცვლოდ ნახეთ, რომ თვალი დაუხუჭეს იმას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორი პარტია მოიხსნა არჩევნებიდან მოლდოვაში. ისე რომ ხმა არ მოუღია არც ერთ სპიკერს თუ რომელიმე ელჩს თუ არ ვიცი რომელიმე პოლიტიკოს. და ასე რომ დემოკრატიული და მეორე მედიასაც შეეხება აქვე უკრაინაში საერთოდ ტოტალური კონტროლია მედიაზე, არის ერთი მედია, გადის ყველა ტელევიზიაში ერთი ხაზი არის, ერთი პროგრამა არის, ასე ვთქვათ, და არის სახელმწიფოს საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფოს კონტროლებადი და გაფილტრულია ყველა ინფორმაცია. მოლდოვაშიც მსგავსი მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ის მედიები, რომელიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მათ აქვთ პრობლემები და ესეც ცხადია და ესეც მაჩვენებელი არის. ყველა პარამეტრით მოკლედ რომ შევხედოთ, კორუფციაზე აღარაფერს საუბრო, ნახეთ თქვენ უკრაინაში რა ხდება, მოლდოვაში ისედაც ვიცით რაც ხდება, ასე რომ როდესაც ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს რაიმე ასეთ პარამეტრში ობიექტურში ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, უბრალოდ დასცინის ქართულ ხალხს და გვაჩვენებს ამით, რომ ქართულ ხალხს დასცინიან იმ მხრივ, რომ საუბრობენ უსამართლო რაღაცებს და არანაირად არ ადარდებთ ის, რომ ასეთ ტყუილს პირდაპირ თვალში ნაცარივით აყრიან ქართულ ხალხს, რაც არის სწორედ ქართული ხალხის დაცინვა. ადასტურებს თუ არა ეს შეფასება, რომ ევროკავშირში განწევრიანება ევრობიუროკრატების დღის წესრიგზე არის დამოკიდებული და არა რეალური. თავისთავად, მე ერთი სიმართლე უნდა ყველა მიცოდეს, სინამდვილეში არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს გაწევრიანებაზე, ეს გახლავთ ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი, რომელიც არის და ამას რაღაც მომენტში თვითონ ბრიუსელიც აღიარებს ხოლმე. მოლაპარაკებების დარქმევა ამ პროცესისთვის არის აბსოლუტური ფარსი და ამის წარმოჩენა თითქოს ეს არის რაღაც ორმხრივი პროცესი. სინამდვილეში არის ცალმხრივად დავალებების მიცემა და ამ დავალებების ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების გემოზე შესრულება. იქ იმ თავისუფლებასაც არ გიტოვებენ, რომ
რაღაც სხვადასხვა ოფციები გქონდეს. მეტი რაც შეიძლება იყოს შეიძლება გადავადეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება და სწორედ ეს არის და რაც ერთი სხვი გასაგებია იმ ხრივ რომ თუ გინდა რაღაც ორგანიზაციას წევრობა და თუ კი არის რაღაცა დირექტივები, ნორმები, რომელიც უნდა გადმოიტანოს შენ კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეასრულო. და შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი გადმოტანილი არის ასოციაციების შეთანხმების გეგმით, რომლითაც მივდივარ. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ რაც არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან, რომ ხდება მოფიქრება რაღაც დამატებითი მოთხოვნებისა, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ არც დირექტივებით და არც სხვა მკაცრი დოკუმენტებით, მაგალითად მოსამართლეების ბეტინგი, რაც არის აბსოლუტური ფანტაზიის ნაყოფი არარჩეული ევრობიუროკრატების და არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი ევროკავშირის დოკუმენტი იქნება დირექტივა თუ სხვა რამე, ასეთ რამეს არ ითვალისწინებენ და არც ერთ საკუთარ ქვეყანაში ამას არ ატარებენ და თხოვენ სხვა ქვეყნებს მარტივი მიზეზის გამო. ეს არის პროცედურა, რომლითაც ცდილობენ მოიპოვონ ზემოქმედების ბერკეტი სხვა ქვეყნის მარცხაჯულებას. და ჩვენ ვნახეთ მოლდოვაში ამ პროცესს ატარებს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ქალბატონი ნონა წოწორია, რომლის დროსაც წამების სისტემა შეიქმნა საქართველოში, გენპროკურორის მოადგილე იყო მაშინ, როდესაც იყო რეკეტი, სახელმწიფო რეკეტი, წამების სისტემის შექმნა, კვლელობები, რომელსაც სახელმწიფო ხელსაფარებდა და ეს ადამიანი არის მთავარი, ასე ვთქვათ, ჟიურის წევრი მოსამართლეების შერჩევაში თუ გადარჩევაში მოლდოვაში. ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, ვიცით, უკრაინაში გენპროკურორის მოადგილე, ვისი მფარველობის ქვეშაც არის. ამასაც ხედავთ, რომ ეს იქ უკრაინაშიც ის ყავთ როგორც გარედან დასმული ადამიანი, იმისთვის რომ რეალურად ის ჭრილოვანი გენპროკურორი არის უკრაინაში და ასევე არის ეს ხაზი არის გარე დავალებების შემსრულებელი ადამიანები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ, რომ მოლდოვაში, უკრაინაშიც იგივე პროცედურები არის, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი მოიპოვოს გარე ძალებმა და დაჯგუფებმა, იმისთვის, რომ შემდეგ სასამართლო ხელისუფლებიდან, მარცხაჯულებიდან მართონ ქვეყანა. ასე რომ, ასეთი მოგონილი კრიტერიუმები არის ბოლო პერიოდში ბრიუსელის მხრიდან, როგორც არის ვეტინგი, მათ შორის გახსოვთ ჩვენ ჩაგვიწერეს 9 რეკომენდაციაში, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიღებაში. ფაქტობრივად ვეტოს უფლება უნდა მისცე, რა ქვია, ესტონეთის დაფინანსებულ, ესტონეთში რეგისტრირებულ საერთაშორისო გამჭვირვალობას უნდა მისცე შენს პოლიტიკის განსაზღვრაში უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს მისცე ხელის ფათურის და ვეტოს უფლება. რატო თვითონ არ ყავთ ჩართული ყველა ამ გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებენ. ასე რომ ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმის, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი ეგრეთ წოდებული, ერთი რომ სინამდვილეში ეს არის დირექტივების შესრულების პროცესი, რაც გასაგებია რომ რაღაც კრიტერიუმებს და რეგულაციებს მოარგო, თუმცა ბოლო პერიოდია ჩვენ ამას ხედავთ, ეს ცხადია, რომ არის გამოგონილი თვითნებური კრიტერიუმების და დავალებების და დირექტივების მიცემა, რომლის უკანაც ჩვენ ხედავთ სურვილს, რომ დაამყარონ კონტროლი სუვერენულ ქვეყანას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეიძლება აი ვეტინგი, მაგალითად ვეტინგი იყო ერთ-ერთი გამოხატული საკითხი, რომელშიც სადაც აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო ერთადერთი მათ შორის ამ ყველა ამ საკითხებში თითქოს აი ყველაფერს შეიძლება რაღაცას თვალით დაეხუჭა და არა, მაინც და მაინც სასამართლო ხელისუფლებაზე უნდა კონტროლი. აი ეს გითხარით. არა, ეს ნენელა ჩანდა, კეთყვით. ნენელა ჩანდა, მათ შორის ეს ყველაფერი დაკავშირდა შემდეგ უკვე, როდესაც განაცხადი გავაკეთეთ წევრობაზე, თუმცა მანამდე პროცესს შეგახსენებთ მე 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ეგრეთ წოდებული ფასილიტაცია თუ რაც ერქვა მაშინ იმ პროცესს, სადაც ევროკავშირი იყო ჩართული ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, მე არაერთხელ გამიხსენებია ეს ისტორია, როდესაც ის ბოლო დოკუმენტშიც აღმოჩნდა, როდესაც პირველი
პროექტი მოიტანეს ევროკავშირის ელჩი იყო ამერიკის ელჩი და მათ შორის მომლაპარაკებელი ეგრეთ წოდებული პირველი პროექტი შეთანხმების და სადაც ეწერა გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით რომ ეს უნდა მიგვეღო ჩვენ და იქვე დავსვიმე კელი დეგნანი იყო და ჰარცელი მაშინ ელჩი და მომლაპარაკებლის გვარი აღარ მახსოვს რომელიც ევროკავშირს წარმოადგენდა დენიელსონი და მათ ვკითხე რომ ეს საიდან მოდის გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იმიტომ რომ ხა ამ საკითხებში მანამდეც ჩართული ვიყავი ჩემი წინა გამოცდილებიდან და არც ოპოზიციისგან არც NGO-ებისგან არავისგან არ მსმენია რომ ვინმე ამას ითხოვდა და უცებ ამხელა ეს არის ასე ვთქვათ პოლიტიკური დიალოგი არის და საიდანღაც გაჩნდა ეს პუნქტი დავსვი ეს კითხვა და სიჩუმე იყო პასუხი ვერ მივიღე. შემდეგ არ დავიზარე და ამის შემდეგ იქაც, ოდესაც შემდეგ ოპოზიციას ვხვდებოდით, მათაც ვკითხე, რომ ვისი იდეა არის გენპროკურორის კვალიფიციური უმრავლესობის არჩევა საიდან მოიტანეთ, რატო ითხოვთ, რატო არის ეს თქვენ მნიშვნელოვანი, მხრები აიჩეჩა ყველა. მე NGO-ებსაც ვკითხე სხვა დროს უკვე, ოდესაც აქ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობდით, ვკითხე და ყველა მხრები აიჩეჩა. რამაც დაადასტურა, რომ ეს იყო ამ ასე ვთქვათ არბიტრების შუამავლების მიერ ჩასმული პუნქტი, რაც ადასტურებს ორ რამეს. პირველი დადასტურდა მაშინ ჩემ თვალში და მე ბევრი რამე გაირკვა, რომ ისინი არ იყვნენ ნეიტრალური შუამავლები და მომლაპარაკებელი, მათ ჰქონდათ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც თავს უნდა მოეხვიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის და მეორე გამოჩნდა რა აინტერესებდათ. აქედან გამო აინტერესებდათ დამოუკიდებელი ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვება, პროკურატურა, სასამართლო და ასე შემდეგ. ასე რომ 21 წლის, დიახ. არა. მოდი, რამდენიმე რამ პირველი ევროკავშირში გაწერიანების მოლაპარაკების პროცესი სინამდვილეში მხოლოდ სახელი ქვია გეტყვით რომ სინამდვილეში მხოლოდ სახელი ქვია მოლაპარაკება და სინამდვილეში ეს არის ბრიუსელის მიერ დაწესებული დირექტივის შესრულება ეს აღმოაჩინე მაშინ როდესაც ევროკავშირის სამართალს ვსწავლობდი ეს ცნობილი ფაქტია ეს არ არის ერთი წამი ეს ცნობილი ფაქტია რომ ეს მოლაპარაკების ერთი წამით რომ მოლაპარაკების პროცესი სინამდვილეში ეს არის ბრიუსელიდან წამოხსნილი მოთხოვნების დაკმაყოფილება რაც გასაგებიც არის თქო ეს ამაში გასაკვირი არაფერი არ მოლაპარაკება მასალა უნდა დაარქვა მაგრამ კი ბატონო ერქვას მოლაპარაკება გასაგებია იმიტომ რომ შენ გინდა ორგანიზაციის წევრობა ისამობს რომ აი მაქვს მე 100 დირექტივა ესენი წერია ეს კრიტერიუმი უნდა შეასრულო გასაგებია ჩვენ სწორედ ამ мотивაციით მივდივართ რაც გასაგები არ არის და შემდეგ გასაგები გახდა мотивაციები არის რომ ამის მიღმა რაღაცების მოთხოვნა ხდება საწერი ეგ ვეტინგი არსად არ წერია სად აქვს ჩატარებული ვეტინგი თავის ქვეყანაში რატო არ ატარებენ ევროკავშირის წევრებში რატო ეს ამის მოთხოვნა თან დაჟინებით მოთხოვნა და მათ შორის ჩვენ ამ ვეტინგთან დაკავშირებით ხშირად გქონდა დახურულ კარს მიღმა საუბარი მათ შორის ვეკითხებოდით რატომ ითხოვთ ამას რა ობიექტური საფუძველი გაქვთ ამისთვის აგერ ჩვენი მართლმსაჯულება აგერ სტრასბურგის გადაწყვეტილებები სადაც ევროკავშირმა დააბრალა ჩვენს მართლმსაჯულებას რაღაც სხვადასხვა мотивაციები და უსამართლობა ყველგან დამარცხდა ევროკავშირი დამარცხდა ყველა ელჩი რომელიც და ყველა NGO რომელიც უსამართლოდ აბრალებდა მაშინ ჩვენს მართლმსაჯულებას რუსთავი 2-ის საქმე, გვარამიას საქმე, რა ვიცი, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ყველა ეს საქმეებში დამარცხდა ევროკავშირი პირწმინდად ქართულ მართლმსაჯულებასთან. რომ ვეკითხებოდით, რატო ითხოვთ სიჩუმე, რომ ვეკითხებოდით, რომ ამის ინსტრუმენტით ეს არის თუ არა ჩარევა სუვერენიტეტში, იმიტომ რომ თან ითხოვ რომ უცხოელები ისწრენ იქან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, აქ უნდა გეჯდნენ და შენი სასამართლო დაგიკომპლექტონდა. ეს რანერი დამოუკიდებელი ქვეყანა არის მოლდოვა, რომელსაც ნონაწოწორია უნიშნავს მოსამართლეებს. ესეთი გაწევრიანების პროცესი ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია და ამაზე გქონდა საუბარი. ვცდილობდით დაგვერწმუნებინა რომ დახურულ კარს მიღმა, რომ უსამართლო და ჩვენს უკვე ეჭვი გქონდა რომ ეს იყო ინსტრუმენტი, რომელიც თავს მოხვევა ხდებოდა იმისთვის, რომ კონტროლი დაეყარებინათ საქართველოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე. და არა მხოლოდ სასამართლოს ეხება, ყველა მიმართულებით მოთხოვნები კვალიფიციური უმრავლესობის სინამდვილეში გულისხმობდა, რომ მათ მიერ მათი
მათი გავლენის ქვეშ მყოფი მარგინალური უმცირესობის მონაწილეობით ყოფილიყო დაკომპლექტება და შესაბამისად მათი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ხელმძღვანელობაში და ეკონტროლებინათ სასამართლოს, პროკურატურაც, ეროვნული ბანკიც მათ შორის და გაიხსენეთ ეროვნული ბანკის პერიპეტიები და სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტები. არის სასამართლოს განცხადება ორი კითხვა აქვს თქვენთან. ერთი დღეს ახლდება 4 ოქტომბრის საქმეზე ორგანიზატორების პროცესები. რა მოლოდინი გაქვთ რეალურად, რა მიზანი ჰქონდათ, რას ვერ მიაღწიეს და მეორე კითხვა ევროკავშირთან გისვათ. აქ რო დავამატებთ შეიძლება ზვიაცეცხლაძის ეს სხვა თემაა. ხო, მე ტრადიციულად 4 იანვარსაც ვაპირებდი გამოხმაურებას, რომ 4 ოქტომბრიდან გავიდა 3 თვე და ევროკავშირი ჯერ კიდე არ გმობს ძალადობას, თუმცა საახალწლო დღეები იყო და არ დავტვირთე საზოგადოება ზედმეტად. თუმცა 4 თებერვალიდან დაველოდოთ იქნება მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც, რომელიც იტყვის, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ დაგმოს, მოდი ესეთ წინადადებას შევთავაზებდი, არ დაგმოს, თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი. აბა მოდი ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი. დღემდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ დაუგმია ევროკავშირს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან. იქ ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, მათ ყველას ნახავთ ამ სახეებს სხვადასხვა მიღებებზე საელჩოებში, სხვადასხვა NGO-ებში, თანამშრომლებად, დაფინანსება მიღებულ ხალხს და ასე შემდეგ. იქ ვინც ტრიალებდა მათ შორის ამას აკეთებდნენ ევროკავშირის დროშით. საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში. და ამას ამართლებს და ამას თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო და კომისია, რაც არის კატასტროფა, რა თქმა უნდა. და არა თუ დაგმობა არ მოყოლია, კიდევ ერთხელ ხაზგაუსვა. ეს იყო ხაზგასმით ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი ნეპალის სცენარი საქართველოში. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც ნიშნავს სისხლიან დამხობას ხელისუფლებისა და კითხეს ხაზგასმით ევროკომისიის სპიკერს კითხეს, რომ 4 ოქტომბრის აი ამ ხელისუფლების დამხობის შეკრებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, თქვა, რომ სოლიდარულია და მხარს უჭერს. და დღემდე ბოდიში არ მოუხდია, განმარტება არ გაუკეთებია არავის ევროკავშირისგან და უკვე განხორციელების პროცესში ვნახეთ ხარდაჭერა ბრიუსელიდან, მიდიოდა პირდაპირ შტურმი და პრეზიდენტის სასახლის და ამ შტურმის პროცესში ვნახეთ ბრიუსელიდან მხარდამჭერი პოსტები, ტვიტები თუ X-ები, როგორც ქვია ახლა, მათ შორის წეგან მოლდოვაც ახსენეს და მოლდოვის პრეზიდენტმა, შეგახსენეთ, მოლდოვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აი ამ ძალადობას მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მისი კოლეგის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, გავახსენდით, წელიწადში ერთხელ ვახსენდებით ხოლმე მოლდოვის პრეზიდენტს, რატომღაც, არ ვიცი, როგორ რატომ მოიცლის ხოლმე, გავახსენდით და მხარი დაუჭირა ამ ძალადობას. რაც კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ეჭვს აღუვებს, რომ ეს იყო საერთო ორკესტრირებული და კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელებისა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ იმ ფარისეულ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს და როგორც კი ჩაფლავდა, როგორც ეს ეკადრებათ ხოლმე ევროპიდან გამოუცდელ ხალხის დაგიგმილ ესეთ ძალადობრივ აქციებს, როგორც კი ჩაფლავდა ოქტომბრის რევოლუცია, ეგრევე ყველა დაიმალა კუთხეებში და დღემდე ხმას არ იღებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ სასამართლო პროცესებს, ხო, არ ვიცი, ხა სასამართლო პროცესები არის, მე ხა ამას დეტალურად თვალყურს არ ვადევნებ, მაგრამ საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მოხდა ყველაფერი. არ ვიცი, რამდენი ტელევიზია, რამდენი პირდაპირ ჩართვა, რამდენი სოციმედიის ანგარიშიდან პირდაპირ ცოცხალ რეჟიმში უყურებდით სისხლიანი გადატრიალების მცდელობას
ჩვენთვის ადამიანურად პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. ვის რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის, ამას სასამართლო დააკვირდება. არის ის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება ნახეთ, რომელიც სამხედროების გარანტიებს ვერ აძლევს, ანუ სამხედროები ქვეყნების ნაწილი საერთოდ არ აღზავნის სამხედროებს ნაწილი მცირე რაოდენობით. ხედავთ თუ არა არათანმიმდევრულ პოლიტიკას ევროკავშირის საგარეო მიმართულებით და ამ ფონზე როგორ აფასებთ საქართველოს ევროკავშირთან თავს. რაც შეეხება არაფერი არათანმიმდევრულობა სიამოვნეში ევროკავშირს არ აქვს. ძალიან თანმიმდევრული არიან იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის ხაზი, წინა ხაზი და ვერ ხედავთ ვერცეთ ევროპელ ჯარისკაცს. რატო ვერ ხედავთ? თუ კი ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზი, რატო არ იბრძვიან? რატო ვერ ხედავთ ფრანგ ჯარისკაცებს სანგრებში? რატო ვერ ხედავთ ლიტველ, ესტონელ ჯარისკაცებს სანგრებში? რატო იმალებიან? თუ მათი და ამბობენ, რომ ასე ვთქვათ, არის წინა ხაზი, რატო არ იბრძვიან იქ? რას ემალებიან? საუბარია თითქოს ეხლა ჩვენ ჩავერთოთ ნატო უნდა ამოქმედდეს. არა, ნატო არ ამოქმედება, მით უმეტეს დღევანდელი გარემოებებიდან ბევრი გარემოება გამოვლენა. არავინ არ უშლის ესტონეთს, რომ თქვას, რომ ძვირფასო ნატო მივდივარ მე ომში, თქვენ ჩემზე არ ნერვიულოთ, ნუ ამოქმედეთ მეხუთე პუნქტს, წავიდნენ და იომონ ესტონელებმა. რატომ არ იბრძვის ესტონეთი მიქვირს დღემდე ლიტვა, ლატვია, რატო არ იბრძვიან? რატო არა, ეხმარებიან ფულსაც, რატო საკუთარი სისხლის დაღვრა, რატო არ უნდათ? არა, რატო არ უნდათ? კითხვა ხო მარტივია, თუ ამბობ რომ ეს არის და სწორედ ბალტიის ქვეყნები არიან, ამ ხრივ და სკანდინავიის ქვეყნები ძირითადად, ნუ ბევრი არის ევროკავშირში, რომელიც ამბობს რომ ეს არის წინა ხაზი, ევროკავშირის დაცვის წინა ხაზია და იქ მიდის ბრძოლა. ხო, არა, ქართველები ძირითადად რატო არ იბრძვიან ესტონელები, რატო არ იბრძვიან ლატვიელები, არა, სახელმწიფო რატო არ ერთვება? ესტონეთის სახელმწიფო რატო არ აგზავნის თავის ბატალიონებს? რატომ ვერ ხედავთ ამ ყველაფერს? რატომ თუ ეს არის წინა ხაზი, ფრონტის ხაზი ევროპისთვის? რატომ მარტივია პასუხი. რა თქმა უნდა, თავარი პრობლემა რა აქვს, იცით? თავარი პრობლემა, უკრაინა რატო ვერ იგებს ამ ომს? თავარი პრობლემა არის ცოცხალი ძალა. თავარი პრობლემა არის ცოცხალი ძალა. ამას თვითონაც საუბრო, არა, ერთი წამით. ცოცხალი ძალა და საკმარისი აღჭურვილობა კიდე. ეს არის პრობლემა. მათ შორის რა მოთხოვნა უნდა კაცო, თუ ესტონეთი ბატონო ესტონეთი რა შუაშია მაცადეთ ერთი წამით უყურეთ, გეტყვით. უკრაინაში გამოცხადებული არის იძულებითი მობილიზაცია იმისთვის რომ დააკომპლექტონ საჯარისო შემადგენლობები, აკლიათ ადამიანები და ეს ცნობილი ფაქტია და ამას საჯარო თავად უკრაინის ხელისუფლებაც საუბრობს, რომ პრობლემა ამერიკის ხელისუფლებაც მათ შორის, რომ ცოცხალი ძალა არის პრობლემა უკრაინისთვის და მიახმარონ შევიდნენ იქ პოლონელები, რა ვიცი, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, თუ ის კიდევ ერთხელ თუ კი ამბობ რომ ეს არის საქართველოს ეს არ უთქვს, თუ კი ამბობს რომ ეს არის მისი წინა ხაზი ევროკავშირი, კეთილი ინებოს, ჩაჯდეს სანგრებში და იბრძოლოს მხარ და მხარ. არის სასამართლოს მნიშვნელოვანი კი არ უნდა, ჩვენ კი არ ვამბობ, თვითონ ამბობენ რომ ეს არის ფრონტის წინა, ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს არის ფრონტის წინა ხაზი, საქართველოს ომის ფრონტის წინა ხაზი არ არის. მნიშვნელობა ჩვენთვის სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტსაც ჰქონდა და ისრაელში მიმდინარე პროცესებსაც მნიშვნელობა აქვს და ბევრ ამას არა ხო, ერთი რამეა მნიშვნელობა და მეორე თქვა რომ ეს არის შენი ომი. ევროკავშირმა თქვა რომ ეს არის მისი ომი, რომ უკრაინის წინა ხაზი, უკრაინა არის ფრონტის წინა ხაზი. არა, კიდევ ერთხელ, გავლენას ახდენს მათ შორის, რა ვიცი, ისრაელში მიმდინარე პროცესი. ხო და რატომ და ეხლა მეორე კითხვა შემოგიბრუნეთ, რო თქვით რომ გახსონდებათ რაიმე განცხადება რომ მოითხოვა უკრაინის ხელისუფლებამ ესტონეთის ჯარები და საქართველოს რატომ მოითხოვა საქართველოსგან 2000 გეტყვით მაშინ მე გეტყვით არა რა თავს რატო ეგრე წარმოვიდგინე უყურეთ 2022 წლის თებერვალში პრეზიდენტი ზელენსკი მისი ხელისუფლება პირდაპირ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან რომ სახელმწიფო ბორტებით
საქართველოს უზრუნველყო, რომ უკრაინამ ჩვენ ჩამოფრინდებიან, ჩვენ თვითმფრინავებიო, თქვენ უზრუნავთ, რომ თქვენი ადამიანები წამოვიდნენ საბრძოლველად. რატო არ მოსთხოვა ესტონეთს? ქართველები ემეტებოდა, ანუ უკრაინის ხელისუფლებას ქართველები ემეტებოდა სისხლის ზღვრისთვის და ესტონელები არ ემეტებოდა, ფრანგები არ ემეტებოდა თუ პოლონელები არ ემეტებოდა. გავიგეთ, რომ ბევრისთვის შევა დაბალიღობე ვართ. უკრაინის ხელისუფლებისთვის დაბალიღობე ვართ, რომ უნდა გაგვიმეტოს თავს ომში ქართველების სისხლის დასაღვრელად. ამიტომ კიდე ერთხელ ძალიან ასე ვთქვათ თანმიმდევრული არიან ამ მხრივ ევროპელები, რომლებაც იციან, ამბობენ, რომ ეს არის წინა ხაზი ფრონტის და როგორც აქამდე ერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნია და სანგარში არ ჩამჯდარა და ერთი ტყვია არ გაუსვრია არც ერთ ესტონელს, ფრანგს თუ არ ვიცი მე სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, შვედს, ასე არის დღესაც და მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ შესვლასაც დაკავშირებით ხედავთ ხომ რამდენად სუსტი განცხადებები გვესმის რომ გარანტიებს თუ მოგწევენ რომ ჩვენ ჯარისკაცებს არაფერი არ მოუვა იმ შემთხვევაში შევიყვანთ სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. ორი შეკითხვა მექნება პირველი პარიზის 12-იანში რომ პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება ვნახეთ რომელიც ამბობს რომ ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. როგორ შეაფასებია საუბარს? ხო რა გითხრათ ახლა ქართულ ოცნებას და ქართულ ხალხს მე მგონი ბოლო პერიოდში ძალიან გვანებიურებს განგება რომ რასაც ჩვენ ვიტყვით ხოლმე გავა ხარ რამდენიმე დღე ხარ რამდენიმე კვირა ხარ რამდენიმე თვე და ეს ამ ყველაფერს ადასტურებენ ისინი რომლებიც მანამდე სხვა რამეს ამბობდნენ ან თავად არიან ამის ჩამდენები ასე რომ ძალიან საინტერესო განცხადება არის და რა თქმა უნდა არის ეს ჩარევა მაგრამ რა ვიცი ვისეუბნება საფრანგეთი ამ ყველაფერს როდესაც თავად ხედავდით ჩვენ რომ იყო მცდელობა საქართველოსზე მსგავსი გავლენებისა სხვადასხვა ასეთი ინსტრუმენტების გამოყენებით ასე რომ ჭეშმარიტება ვეთანხმებით მაგრამ ჩვენ გეუბნებიან მაგას ვიცი რასაც ჩვენ საუბრობდით ეს დადასტურდა და კიდევ ერთხელ ეხლა ჩავხედოთ ამიტომ და შევხედოთ რომ ესტონეთი თურმე ცდილობს რომ ჩვენ შიდა საქმეებში ჩაერევოს იმიტომ ჩვენს მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა ყავს არასასრულ პირებად გამოცხადებული ლატვია ცდილობს თურმე დაადასტუროს საფრანგეთის მოსამართლეებს ლატვია ცდილობს ჩაერევოს შიდა საქმეებში ლიტვა ცდილობს რომ ჩაერევოს შიდა საქმეებში გერმანია ცდილობს რომ ჩაერევოს შიდა საქმეებში თუ რა ვიცი ვინც არიან ის ქვეყნები რომლებმაც არასასრულ პირებად გამოაცხადეს ზოგიერთი სასამართლო ზოგიერთი წარმომადგენელი დაადასტურა საფრანგეთის მოსამართლემ დაადასტურა ფაქტობრივად შეგვიძლია ეს უკვე სასამართლო გადაწყვეტილებად მივიღოთ ლამის მოსაზრებად რომ ისინი ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში და ნახეთ ეს ყველაფერი რაც ნიშნავს საერთაშორისო სამართლის დარღვევას სხვა ჩვენს როცა საუბრობთ რომ საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს ამათ გააკეთეს ეს ყველაფერი ბალტიის ქვეყნებმა ევროკავშირმა ბრიუსელმა მათი ხელით დაინგრა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი ისინი არიან ვინც ჩამოშალა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი იმიტომ რომ აქ რაღაც ცდილობენ რომ დიდი ბიჭი ითამაშონ პატარა ქვეყნებმა ისვრიან აქეთ-იქით ამ სანქციებს და არასასრულ პირად გამოცხადებას და ამით მოშალეს, მოარღვიეს საერთაშორისო სამართალი და საბოლოო ჯამში მათ კარებზე მიაკაკუნებს საერთაშორისო სამართლის სისტემის მორგო. კომენტარი ვნახეთ ერთ-ერთ ეთერში თქვა რომ არანაირი მოლოტოვის კოქტეილი არ უსვრია თუ არა და გვაქვს ნანახი ჩანაწერი სადაც პოლიციელი საუბრობს მოლოტოვის კოქტეილთან დაკავშირებით როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს განცხადება რომ არანაირი აი მე თქვენ კოლეგას ვთხოვდი ფორმულადან რომ უპასუხოს ამას ჩვენ ქონდა აქ დისკუსია იმაზე წავდნენ თუ არა საქართველოს პარლამენტს და მანაც ვერ გაიხსენა და მე ვერ გაიხსენა და შემდეგ მე ვთხოვე რომ გადაახვია ნახა და დამეთანხმა რომ კიო წავდნენო ასე რომ მე მგონი არ წავდნენ კიდე ის არ წავდნენ ბოდიში ხა თუ ცეცხლი ჩავაქეთ ბოდიში რომ ჩავაქეთ ცეცხლი და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებში არის სირცხვილია უბრალოდ როგორ არ ცხენიოთ აბა ან პასუხი
კითხვა არანაირი მოლოტოვის კოქტეილი არ ბოდიში ეხლა თუ პალავით შენობა თუ ბოდიში ეხლა თუ მეხანძრეობა ჩააქრეს ცეცხლი და ბოდიში ცოცხლები რო ვართ და ბოდიში რომ საქართველოს კვლავ არსებობს ბოდიში რომ ვერ დაანგრიეს ეს ქვეყანა ბოდიში რომ ეს ქვეყანა ვერ დაანგრიეს ეხლა იქით უნდა მოგიხაროთ ალბათ ხო ამიტომ აი ეს არის იცით რა პრობლემა იცით რაშია პრობლემა არის მარტივად როდესაც ასეთი პროპაგანდისტები როგორც არის კეზერაშვილის ტელევიზია რომელიც ეხლა ხაზარაძისგან ფინანსდება როდესაც ხაზარაძის დაფინანსებული პროპაგანდისტები ამართლებენ ადამიანების ცოცხლად დაწვას ორი გზით ერთი ან მალავენ ამ ფაქტებს როგორც ეხლა ამ ადამიანმა თქვა რომ არაო დავიბრმავთ თავი თუ რა უნდა ვქნათ ვერ გავიგე პირდაპირ ეთერში მაინც არ მოხდარიყო ეს ყველაფერი არა ერთი და მეორე არის ერთია რომ დამალონ და მეორე არის რომ მე გაამართლონ ასეთი რამ რა თქმა უნდა სამარცხვინოა როდესაც ხაზარაძის კარის ტელევიზია ამართლებს ადამიანების დაწვას რაც შეეხება ამ განცხადებას რომ არაფერი არსებობს იცით რატომ აკეთებს ამ განცხადებას ეს ადამიანი მარტივი მიზეზია რატომაც აკეთებს ეს ადამიანი ამ განცხადებს იმიტომ პირველი გაზდის იმ ტელევიზიაში სადაც არის ხაზარაძის ტელევიზიაში სადაც ეს განცხადება გააკეთა გაზდის იცის რომ ჟურნალისტი რა თქმა უნდა არ ამხელს მის ტყუილს იმიტომ რომ ეს შეთანხმებული ნარატივია რომელიც უნდა გაატარონ და მეორე იმიტომ რომ მას აქვს უცხოეთიდან ზურგი იმიტომ რომ დაატარებენ ერთი საელჩოდან მეორე საელჩოში და დიდი სამით ეხლა გმირებად უნდა გამოიყვანონ და იციან რაც უნდა მათ შორის ამართლება იმიტომ არის რომ ამითი გაამართლონ ბრიუსელმა დღემდე რატომ არ დაგმო თუნდაც აი ეს 2024 წლის დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელების დაწვის მცდელობა, ძალადობა ერთი დაგმობა არ ყოფილა ბრიუსელის მხრიდან. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ტყუილი და სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც გუშინაც საუბრობდი რომ დანაშაული უნდათ რომ მოგყიდონ როგორც რაღაც სათნოქცევა, ან საერთოდ დამალონ ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა თანამედროვე ტექნიკის პირობებში არაფერი არ იმალება და 200-მდე პოლიციელი დაშავდა 2024 წლის ძალადობრივი აქციების დროს მათ შორის ნახეთ ჩვენ თუ არ ვწდები 5 თუ 6 ადამიანი არის ვჯავრდებული ზუსტად მოლოტოვის კოქტეილით სროლის გამო და იმის გამო და ნახეთ ჩვენ რომ პარტიების ოფისებში იყო გამზადებული ბოთლები და კიდევ ერთხელ მე ხაზს გავუსვა ადამიანი რომელიც ამას აკეთებს აიღო ბოთლი ჩაასხა შიგნით ბენზინი ჩადო ჩვარი წაიღო მოუკიდა გადააგდო აი რამხელა კრიმინალური ენერგია არის ერთი და რამხელა არაადამიანობა არის ამ ადამიანში რომელიც ცდილობს სხვა ცოცხლად დაწვას და იცით ეს ისი ბრალია იმის გამოა რომ მოლოტოვის კოქტეილის პირველი გამომყენებელი საქართველოს ისტორიაში ვინც შევა გრიგორიადისი რომ გმირად აქციეს ევროკავშირმა რომ აფინანსა მისი გამოსახულებიანი ბანერები რომ წაეხალისებინა საქართველოში მოლოტოვის კოქტეილი ევროკავშირის დაფინანსებით მოხდა წახალისება მოლოტოვის კოქტეილებისა და მთელი კამპანია ქონდათ ამასთან დაკავშირებით რომ მე ვისროლე და ევროკავშირის დროშის სფერებში იყო ეს ყველაფერი შეღებილი და ეს ყველაფერი არაერთხელ მithქვას და დღემდე არის კადრა ბრიუსელმა მისმა ელჩმა დღემდე არის კადრა რომ ბოდიში მოუხადოს ქართულ ხალხს რომ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას აფინანსებდა. ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე მიმართეთ თუ არა უკვე გავიდა პრეზიდენტი უცებად მახსოვს რამდენიმე კვირა ნამდვილად გავიდა რაც თქვენ დაანონსეთ რომ ბრიტანეთს BBC-ს უჩივრებდით ბრიტანეთის მარკეტინგებელ კომისიაში რა ეტაპზეა ეს პროცესი მივიდა თუ არა საქმეთამდე რომ როგორც იქნა უჩივრებთ BBC-ს და კიდევ რა მექანიზმებს მომზადებული არის საჩივარი ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ კიდევ საჩივის შესატანად და აუცილებლად შევა პროცედურაა შემდეგი რომ თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივის შეტანა რა თქმა უნდა მათ შორის ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვიეთ BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში ასე ვთქვათ და ამ შესაბამისად ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე მიმართავთ BBC-ს შიდა მარეგულირებელ
ინსტანციას ჩვენი საჩივრით ეს პროცედურა ვნახოთ, იმედი გვაქვს რომ ამ დონეზევე აღიარებს BBC იმას რომ იყო ფაბრიკაცია და манипуляცია ის სიუჟეტი თუ არ აღიარებს ბაში სხვა ინსტანციების შესაძლებლობა. შეგიძლიათ გითხრათ იმუშავა ამ საჩივრის მომზადებაზე და განსაკუთრებით საინტერესოა ამ საჩივრით კონკრეტულად რა სიტყვით. ყველაფერს გაიგეთ. ანუ მარტივია რასაც ვითხოვთ გასაგებია ხომ იყო манипуляციური სიუჟეტი და შესაბამისად ამ манипуляციის აღიარებას ვითხოვთ და რაც იქნება ახლა კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ. რატო უნდა გითხრათ წინას რატო უნდა გითხრათ? ნახავთ ყველაფერს ნახავთ. ნახავთ ყველაფერს. ნახავთ ყველაფერს. რატო არ მნიშვნელოვანი თქვენ რო გითხრათ? გეტყვით, ნახავთ ყველაფერს ნახავთ. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა არ ვაპირებ წინასწარ ვისაუბროთ რა იქნება შინაარსი, როცა გასაჯაროვდება, მაშინ იქნება ცნობილი. ჩვენთან იყო მნიშვნელობა. ამ თქვენთვის ამ მნიშვნელობა აქვს. ვადები არის, სხვა ჩვენ საჯაროა ეს ვადები და ამ ვადებს ჩვენ დარჩენილი გვაქვს ვადები და რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში. მამუკა ფიფიასთან დაკავშირებით მინდა რომ ვიტყოდ თუ შეიძლება, ის არის პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის დამფუძნებელი. იცნობთ თუ არა ზოგადად ამ ხსმენიათ მინიმუმ ალბათ, იმიტომ რომ ის პარლამენტშიც იყო და პარლამენტსაც სტუმრობდა. მისი კვირის მთავარი მიზანი არის, რომ გეორგიევსკის მსგავსი გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება დაიდოს რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს ამბავი ყოფილა თუ არა განხილული ქართულ ოცნებაში და რა პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას ამ საკითხთან? ჩვენ სხვა ჯგუფების თუ პოლიტიკურ ძალების თუ არ ვიცი ეს პოლიტიკური ძალაა თუ ჯგუფი ადამიანების არ ვიცი ზუსტად მათთან ჩვენ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით ჩვენ პოლიტიკა ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან გასაგები და ჩვენ არერთხელ გვითხოვს კიდევაც ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას მთავარი ლამის ერთადერთი წინაპირობასავით არის ის რომ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ასე რომ ცნობილი არის თუ რა პირობებია თუ წინაპირობები არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენისთვის რომელთან ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და ჩვენი პოზიცია ამაში არის გამოხატული გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმების აღდგენა რამდენად შესაძლებელად და რა შემთხვევაში თქვენ შესაძლებლად სხვის იდეებს სხვებმა მიხედოს. პარლამენტშიც იყო ეს ადამიანი და პოზირებდა. პარლამენტში ხა ბევრი ადამიანი. სხვა არ იყო როგორც ჩანს. ლევან ხაბეიშვილიც იყო პარლამენტში. ხო, მაგრამ აქ საუბარია ადამიანზე, რომელიც ითხოვს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება არსებობდეს რუსეთსა და საქართველოს შორის. მოითხოვ ჩვენ, ვისა დაუშალოთ ხა რაც უნდა ის მოითხოვ. ეს ადამიანი ითხოვს, რომელიც პარლამენტში ხო და მე რით გიშველათ ემეთქათ. არა, გიშველით რას ნიშნავს? ამ ადამიანს პარლამენტში მას პინძლობდა, პარლამენტში პინძლობდა, ამ ადამიანს მის მსგავსი შეთანხმების მიღწევას ითხოვს რუსეთთან და თქვენთან ყოფილა განხილული ეს საკითხი? არა, საქართველოს პარლამენტს ხელისუფლებას ქართულ ოცნებასაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკა ცნობილია ამ მხრივ. მე მითხოთ ვენესუელის სანდაგოშგანმგებლობის შესახებ. აი იმ პროცესების შემდეგ რომელიც უკვე განვითარდა, პროცესის საქმეზე იწყება. რომელი მოდით გახარია და მოვა. გაუჩნდა. როგორც იცით გადაწყვეტილება იყო რომ ჩატარებული. კი, როგორც იცით რეკომენდაცია რას ნიშნავს სტრატეგიის მხრიდან და რამდენად იკვეთება განხილვის პასუხისმგებლობა. როგორც იცით ჩარშან გამოძიება ჩატარდა სწორედ ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იყო ძალიან დეტალური გამოძიება, იცით რომ მათ შორის საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზრალებული ყველა ხელახლა იქნა გამოკითხული, მათი საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, ვინცად იყო განთავსებული, რა ხდებოდა და ამის საფუძველზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა გიორგი გახარიას და ახლა უკვე სასამართლოს ჯერია რომ ამ საკითხზე იმსჯელოს და მისი ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით და დაადგინოს აქვს თუ არა ის ბრალი ზოგადად
თავარი საკითხი ისაა, რომ მას მისჯელი აქვს უბრალოდ შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, მიმალულია გერმანიაში. ასე არ ვიცი, გერმანია თუ პატივცემს სასამართლოს საფუძველზე წარმოებულ სამართლებრივ პროცედურებს, მე მგონი გიორგი გახარია უნდა დააბრუნოს საქართველოში. მე ზუსტად არ ვიცი, მიდის თუ არა, არ ვიცი ხო, ამიტომ მე თქვა არ ვიცი ხა ზუსტად ტექსტად გადმოცემასთან დაკავშირებით არის თუ არა, რა ეტაპზეა თუ რა ის არის, თუმცა თავად ფაქტი რომ დღეს თავს აფარებს ძებნილი და ის ძებნილი არის დღეს, ძებნილი გახარია თავს აფარებს ბერლინს და არა მხოლოდ თავს აფარებს, არამედ მათ შორის ფინანსდება გერმანიის სხვადასხვა წყაროებიდან. რა თქმა უნდა, რაღაცებზე გვაფიქრებინებს და ჩვენს ეჭვს აღუევს. მადუროს თავს განვითარებული ამოვლენის შესახებ გითხოთ. პირველი კითხვა მაქვს ტრამპის ამ სპეცოპერაციას უჭერს თუ არა მხარს ქართული ოცნება. რომ შედეგიც ის არის, რომ მადურო ახლა არის ამერიკაში და წარდგება ამერიკული. რაც შეეხება ამ პროცესს, ჩვენ ყველაფერს უყურებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების პრიზმაში. ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ თუ მოხდება, ესეც ხედავთ, თუ ჯერ ცნობილი არ არის ხელისუფლებაში რაიმე ცვლილებები, ჩვენი ეროვნული ინტერესი არის, რომ ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პროცესის მონაწილე გახდნენ, უბრალოდ სხვა რამე თქვა, რომ ის აღიარება, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის გააუქმონ, ამ მხრივ შესაძლოა ამალ მისცეს ძრა ამ პროცესს, თუმცა მე რო ნახეთ, რომ სირიაში, რომელიც ახალი ხელისუფლებაც ფაქტობრივად არის მიღებული ევროკავშირში, ნახეთ, რომ ევროკავშირი ეგუება იმას, რომ სირიას აღიარებული აქვს დღემდე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და ამას ეგუება და საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას თვალს უხუჭავს ევროკავშირი. ნახოთ ვენესუელასთან დაკავშირებით როგორ იქნება, ამას აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა და სხვა მეორე ასპექტი რაც არის, ამაზეც ვისაუბრე, რომ რა თქმა უნდა ეს აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეთანხმებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, რაც უკვე დიდი ხანია ეტაპობრივად ჩანდა, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ ყველა თან ხვდება, მათ შორის თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირებიც საუბრობენ ამაზე, ევროპა საუბრობს ამაზე, რომ საერთაშორისო წესრიგი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და ჩვენ არ გვაქვს. უცნაურად ახსენეთ სირია და უცნაურად იმიტომ, რომ თქვენ გადანაშაულები სწორედ იმაში, რომ მაშინ როცა სირიაში შეიცვალა რეჟიმი, არის უნეთ იმაზე, რომ უკაწერება სირიის ახალ ხელმძღვანელობას ოკუპირებულ ტერიტორიების აღიარების გადაწყვეტა. რა ზრუნვა უნდა იმას, რომ რა ზრუნვა და ევროკავშირის გადანაშაულების უსწორია ევროპის საბჭომ მოსულს მიმართა. საპარლამენტო ასამბლეას რომ ვინმე რამეს ეკითხებოდეს საპარლამენტო ასამბლეას ვინმე რამეს რომ ეკითხებოდეს, ახლა არავინ არაფერს ეკითხება, უბრალოდ ამას ხედავთ. კიდევ ერთხელ საერთაშორისო მთელი გამოწვევაც ხო ეს არის. ერთი რომ საერთაშორისო სამართალი რომ აღასრულოს ქვეყნებმა, ეს თავისთავადი მომენტი არის. მეორე, როდესაც ევროკავშირი ვიზიტებს ახორციელებს, მიღებული არის მათთვის სირიის ახალი ხელისუფლება, ამის ცოტას და ასე ვთქვათ, ყველა კონტაქტი აღდგება ამ პროცესში, რომ თვალს უხუჭავენ, რომ სირიის მხრიდან კვლავ უკან არ არის წაღებული აღიარება, ეს თავისთავად აჩვენებს მათ შორის ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობაც არ გვაქვს სირიასთან, აზია საუბარი. ჩვენ მოთხოვნას უნდა გქონდეს შესაბამისი შედეგის განჭვრეტადი უნდა იყოს შედეგი. ჩვენ იმას ვაკვირდებით, რომ დღეს სირიის ხელისუფლება, რომელიც მიღებულია სხვადასხვა ევროპულ უმაღლეს კაბინეტებში, მას თვალს უხუჭავენ იმაზე, რომ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტის არაღებს. თქვენ რა იცით ჩვენ რა მოგვითხოვე და რა არ მოგვითხოვე. თქვენ რო გითხრათ და ამით რომ საქმე კეთდებოდეს, რაღაც არ მგონია და არის საკითხები, არის. სირიაში კარგი ჩააყოლეთ ის ამბავი. მადუროს წასვლის შემდეგ მაინც ვენესუელა მაინც ამბობს ქვეყნებისგან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს.
ხო, ამიტომ მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო, სწორედ ამიტომ გეუბნებით უყურეთ, რომ ამიტომ გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო სამართალი, რომელიც დღეს ირღვევა. და სწორედ ეს არის ის, რომ ჩვენდაერი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო სამართლის პრიმატი, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი, არ ვარ ჩვენ ბირთვული სახელმწიფო და მთავარი ინსტრუმენტი როცა ირღვევა ევროკავშირის მონაწილეობით მათ შორის და მათი მცდელობებითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლების წესრიგი, ეს რა თქმა უნდა აზიანებს ჩვენს ინტერესებსაც და აქედან გამომდინარე ნახოთ როგორ იქნება. კარაკასში აღარ არის მადურო, ანუ აღარ არის რეჟიმის მეთაური, რომელსაც არ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ახლა რასაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შანსი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ვენესუელა აღარ იყოს ასეთ სახელმწიფოებს შორის. თქვენ კიდევ ერთხელ გითხარით, რომ არ არის მოხდა პრეზიდენტი მადურო მართალი არ არის, მაგრამ მისი ხელისუფლება ჯერ კიდე არის და როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ჩანს ჰორიზონტზე, რომ ეს ხელისუფლების შეცვლაზე იყო საუბარი, ასეც ამ მხრივაც გაურკვევლობაა ჯერჯერობით. აი ჯერ ნავთობის პრობლემები რომ მოგვარდება, ალბათ შემდეგ დაფიქრდებიან ამაზეც. ევროკავშირისგან იყოდებით ამ პრობლემის წამოწევას თუ ჩვენ ბრიუსელის იმედი დიდი ხანია ზოგადად დაკარგული ვარ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მე თქვი იმ კონტექსტში, რომ ბრიუსელი დღეს თვალს უხუჭავს ანუ სირიასთან ურთიერთობების გამყარების და ჩახუტების ფონზე თვალს უხუჭავს იმას, რომ დღეს სირიის ხელისუფლება იმ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რომელიც წინა ხელისუფლების მხრიდან იყო, ამ დარღვევის გამოსწორება არ ხდება. საქართველოს გვაქვს მეკედები იმისთვის, რომ მოახერხოს სირიაში, ვენესუელაში და მსგავს სახელმწიფოებში მის მიღწევა, რომ ისინი აღარ აღიარებენ. ჩვენი მთავარი თქვენ იცით, რომ რამდენიმე და ეს არის სწორედ ჩვენი საგარეო და დიპლომატიური საქმიანობის შედეგი, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არის, მათ შორის ვენესუელა, სირია, ნაურუ და კიდე ერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს დამოუკიდებლობას, სწორედ ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შედეგია. ამას ვახცევთ ჩვენ არა იმით, რომ რომელიმე სახელმწიფოს მიმართ ზეწოლას ვახდენთ, იმიტომ რომ რთულია რა თქმა უნდა საქართველოს მხრიდან ზეწოლის მოხდენა თუნდაც ვენესუელაზე, რომელიც ვენესუელაზე. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო ბერკეტებს, საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს იმისთვის, რომ მოვახდინოთ ზეწოლა დარწმუნება, რომ უკან წაიღონ აღიარებები და იცით რომ იყო რამდენიმე ასეთი ფაქტიც, როდესაც უკან წაიღეს აღიარება. ასე რომ ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი არის არა უშუალო, ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი ამ ქვეყნების მიმართ არის არა უშუალო დარწმუნება და ზეგავლენა, ასე ვთქვათ, ვინაიდან ამ მხრივ ჩვენ შეზღუდული რესურსები გვაქვს, ჩვენ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ ვენესუელაზე, მაგრამ ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სხვა ორგანიზაციებს გამოყენება და ამ მხრივ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გასაკვირია, რომ ევროკავშირი სირიის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების დათბობის და ჩახუტების ფონზე თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ახალ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ წაუღია უკან წინა ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით გამოცხადებული აღიარება. ვენეციის კონტექსტში უნდა ვკითხოთ ქართულ ოპოზიციაზე, მაგალითად ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე ამბობს, რომ დიქტატურის მიმართ მკაცრი მიღების გამო მოლოდინი საქართველოში არ უნდა გქონდეთ, რადგან კავკასიასთან მიმართებაში ტრამპის გეგმები არის განსხვავებული და ის მის კონტინენტს ეხებაო. ამიტომ ფიქრობენ, რომ დიქტატურა აქ საფრთხის შემცველი ტრამპისთვის არ არის და საჭიროა რომ გავერთიანდეთო, ერთიანი ფრონტი შევქმნათო და ამის შემდეგ ამერიკის და ევროპის ინტერესი უფრო იქნება ჩვენს მიმართო. როგორ ხედავთ ოპოზიციის ჭრილში გეგმებს და თუნდაც იმას, რომ ელოდებიან, რომ შეიძლება დიქტატურით აქაც დაინტერესდეს ტრამპი? ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე აქამდეც არ იყო მაინც და მაინც პოლიტიკურ ანალიზში დიდად გამორჩეული და ამ ხრივაც ამ გონია, რომ მას რაიმე სახელი ამ ხრივ ქონდა და ერთ-ერთი მას თუ რაიმე იცნობდნენ, იყო მისი ბრავადა და გულში ჯიღის ცემა, როგორც ყველაზე ასე ვთქვათ, გაბედული პოლიტიკოსი თუ რა ვიცი, პირდაპირ თქვენი. ნახეთ შემდეგ მისი დრამაქვინობა, როგორ შევიდა ციხეში, სცენების დადგმით, როგორ გამოვიდა ციხიდან, როგორც დრამაქვინის სცენების დადგმით
როგორ შევიდა თავისუფლად ციხეში მე გირაოს არ იხდიდა და ეხლა ვთქვა რომ გირაოს ვიხდიო. ასე რომ ეს მისი ბრავადაც საბოლოო ჯამში დადასტურდა რომ იყო მხოლოდ ბაქი ბუქი და ასე რომ ახლა ბაქა-ბუქა პოლიტიკოსზე თუ ადამიანზე არ მგონია მის ნათქვამი საერთოდ კომენტარებად ღირდეს. ერთი რომ შინაარსობრივად რომ მისი დიდი ანალიზის უნარები არც არავის სმენია აქამდე, ერთადერთი იყო მისი ეპატაჟური რაღაც გულშინ ძიღის ცემი პროცესები და ეს მისი დრამაკვინული სცენებითაც დადასტურდა რომ ესეც თურმე ყოფილა მხოლოდ ბრავადა რომ წარმოეჩინა თავისთავად რაღაც მნიშვნელოვან ადამიანად. მე ვფიქრობ რომ მისი როგორც პოლიტიკოსი ამით ვფიქრობ რომ არანაირი მხარდაჭერა შესაბამისად აღარ აქვს, ასე რომ არ ზღვის კომენტარი. ოპოზიციის გეგმები ამ კონტექსტში ზოგადად ოპოზიციას რა გეგმები უნდა ქონდეს, სადღა არის ოპოზიცია, ხედავ ჩვენ რომ არიან ჩვეულებრივი ტელეფონთან მსხდომი ადამიანები, რომელიც ელოდებიან, როდის შემოვა მესიჯი გარედან და მისცემენ დავალებას ახლა წადით და ეს გააკეთეთ, მე წადით და ის გააკეთეთ, ნახეთ რომ ტექსტებს უგზავნიდნენ პირდაპირ რა განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. ნუ აი ამ დონეზე არიან დასული ეს პოლიტიკოსებსაც ვეღარ უწოდებთ, უკვე არიან ქაოტურად მოსიარული ხალხი, რომელმაც ეჯახებიან ხან ერთ კედელს, ხან მეორეს და რა აკეთონ არ იცი. ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით ერთ დავას უბრალოდ ისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებმაც კი დატოვა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენგან განსხვავებით, მათგან განსხვავებით უბრალოდ ჩვენ ევროპული საბჭოს წევრები ვართ და ვენეციის კომისიაც ამის ნაწილი არის, ხო? ანუ გამოდის რომ შეიძლება თქვენ საერთოდ იფიქროთ ევროპული საბჭოს დატოვებაზეც, მათ შორის და ასეთი მიუღებელი თუ არის და პოლიტიკური კომენტატორი აქვს მხოლოდ ვენეციის კომისია, მაშინ რა შეგვიძლია ვკითხოთ ამ საკითხზე დატოვებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს, იმიტომ რომ ამერიკის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება გადაერთად არა, რა თქმა უნდა და მე თქვი კიდევაც 15 ვენეციის კომისიის წევრები არიან ევროსაბჭოს 15 არაწევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც იყო აქამდე და ახლა დატოვა, რაც თავარი არის თავარი არგუმენტაცია ამას უსვამენ ხალხს, რომ თქვა რომ ეს არის უსარგებლო ფულის ფლანგველი ორგანიზაცია. ასე რომ ესეც ხომ მე ჩვენ არათუ უყურეთ ჩვენ მეთანხმებით კი არა, ჩვენ აქამდე კიდე ერთხელ აქამდე ვამბობდით, რომ ვენეციის კომისიამ გადაუხვია მის თავდაპირველ მიზანს და ფუნქციას, რომ სამართლებრივი შეფასებები და რეკომენდაციები მიეცა წევრი ქვეყნებისთვის სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე და უკვე გარკვეული პერიოდი არის ჩვენ ხედავთ ჩვეულებრივ პოლიტიკურ შეფასებებს. ხა პოლიტიკური ანალიზი არ მგონია ჩანს კიდევაც ვენეციის კომისიის რაც თავარია ძლიერი მხარეც არ არის ამის ექსპერტიზა არ გააჩნია ვენეციის კომისიას, რომ პოლიტიკური ანალიზი და დასკვნები წარმოადგენს ხოლმე. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ რატომაც ხედავთ ბოლო პერიოდში მათ ანგარიშებს დასკვნებს თუ რეკომენდაციებს საქართველოსთან დაკავშირებით დიდი რელევანტურობით აღარ სარგებლობს ზოგადად საზოგადოებაში ჩვენთან. არა თუ ჩვენ ევროსაბჭოს რა თქმა უნდა ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ვართ და მისი ნაწილია და ჩვენ გული შეგვთქვია და ჩვენ გვინდა რომ ეს შეიცვალოს. ჩვენ წევრები ვართ და ჩვენი მიზანია რომ გამოსწორდეს ეს და ეს მდგომარეობა და დაუბრუნდეს ვენეციის კომისია იმ კალაპოც რისთვისაც ის შეიქმნა თავდაპირველად და არ იყოს პოლიტიკური კომენტატორი. თუმცა რაც შეეხება ევროსაბჭოს, გაეროს, აი სხვა ამ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ, როცა ვსაუბრობთ ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის მორღვევაზე, ეს მორღვევა რაში გამოიხატება? გამოიხატება იმაში, რომ კნინდება გაეროს როლი, კნინდება ევროსაბჭოს როლი, კნინდება ყველა იმ ინსტიტუციის როლი, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობის და დიალოგის უზრუნველსაყოფად. როდესაც ინსტიტუტი, ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაც არის სამართლებრივი ანალიზის გაკეთება, სამართლებრივი დასკვნების წარმოდგენა, ნაცვლად ამისა დაკავებული არის სხვა რამით, გამოდის რომ ის რესურსებს იყენებს არა იმისთვის, რისთვისაც ის შექმნილია, არამედ სხვა რაღაცისთვის და რა თქმა უნდა, როდესაც რესურსს იყენებ არა უშუალო ამოცანისთვის, არამედ პოლიტიკური ანალიზისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიას ამაში კომპეტენცია არ აქვს, როცა ამას იყენებს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ ეს არის რესურსების არასწორი გამოყენება.
გამოიწყეთ. რა ეტაპზეა ეს საქმე? ვიცით რომ საკონსტიტუციო სამართალში განიხილებაც რა თქმელი ვადას რომ არის ესეთი ვიცით, მაგრამ საჯარო დამხმარებიც იქნება ხო სავარაუდოდ. ხო, პირველი რაც შეეხება პირველი რაც შეეხება ვენეციის ხო თუ მოლდოვამ შეიძლება მოხდეს საქართველოში რატო არ შეიძლება მოხდეს დაბალი ხო და უყურე ხო და მაშინ ან ჩვენ დაგვიჯეროს სამყარო და ჩვენ როგორც ვიტყვით ხოლმე ისე იყოს ან თუ მოლდოვასთან პრობლემა არ აქვს მაშინ ყველა დამშვიდეს დაწნარდეს და დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი წამი რაც შეეხება ვენეციის კომისიას ის მას მიმართეს ევროსაბჭოს პასეს მონიტორინგის საბჭომ მიმართა მოკლედ ჩვენ რა თქმა ამაში მონაწილე არ ვართ თუმცა ის ეხება კანონს და არ ეხება სასამართლო პროცესს კიდევ ერთხელ რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ როდის ჩაინიშნება პროცესი ანტიკონსტიტუციურები არიან ჩვენი დასაბუთებით სამი პარტია და ჩვენ რა თქმა უნდა ეს იყო ჩვენ კიდევ ერთხელ თვალეთ შეხედეთ აი ბოლო პერიოდში იყო რომ ტრამპთან დაკავშირებით რომ რასაც ამბობს იმას ასრულებსო და ამ ხრივ სერიოზულად უნდა შეხედოთ სიტყვებსო ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო რაც შეეხებოდა ნაციონალურ მოძრაობის არაკონსტიტუციურობას დაკავშირებით სასამართლოს მიერ ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება 2024 წლისთვის და ამ დაპირებისთვის 1,100,000 ადამიანმა მოგვცა ხმა ამ სარჩელის უკან დგას არა საპარლამენტო უმრავლესობა თუ პარლამენტის წევრები რომლებიც ამ სარჩელს ხელი მოაწერეს არამედ ამ სარჩელის უკან დგას საქართველოს 1,100,000 მოქალაქე მათი მანდატი დგას მათი მანდატი დგას ძალიან ცუდი თუ კი აღმოჩნდება რომ ის ხალხი დგას ანტიკონსტიტუციური პარტიების უკან ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი ვინც ხარი დაუჭერეს ამ პარტიებს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს. საქართველო არის ამ ქვეყნებს შორის, აი თუნდაც დადასტურდა ეს მოსაიკულების ნახანში, რომ რუსული სხვადასხვა სანქცირებული ნავთობის შექმნად. საქართველო არის თუ არა მზადი, უნდა მოემზადოს თუ არა იმისთვის, რომ რუსული ნავთობი მისთვის საერთოდ აღარ იყოს წყარო. და აი ამ რეალობისთვის რა ალტერნატივებს განიხილავთ მაშინ? ჩვენ აბს არ ვყიდულობთ საქართველოს რაც შეეხება სასანქციო პოლიტიკას თქვენ იცით რომ ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ხალხი 2022 წლიდან მოყოლებული ცილს წამებდნენ საქართველოს რომ თითქოს ხდებოდა სანქციების გვერდის სწავლას შეგახსენებთ ამ ცილის წამების ავტორებს ეს არის საერთაშორისო გამჭვირვალება და სხვა NGO-ები ეს გახლავდათ განსაკუთრებით ელენე ხოშტარია და მისი დაჯგუფება ყველა ის ადამიანი ვინც კიდევ ერთხელ დაფინანსებული მხარდაჭერილი არის ბრიუსელის მხრიდან 3-4 წლის განმავლობაში და წომი მიდის ცილს წამებს ლამის ყოველდღიურად საქართველოს და ყოველ ჯერზე დადასტურა ის იყო ტყუილი და ჩვენ ვერ ვნახეთ სამწუხაროდ რომ ამის გამო მაგალითად ბრიუსელი შეეწყვიტა საერთაშორისო გამჭვირვალობის დაფინანსება რომელიც ესეთ ცილის წამებას ავრცელებდა და ასე შემდეგ რითაც რა თქმა უნდა ახალისებდა ამ ცილის წამებას კიდევ ერთხელ ჩვენ სასანქციო პოლიტიკას რაც შეეხება საერთაშორისო სანქციებთან რაც შეეხება ჩვენ არც ერთი ფაქტი არ არსებობს მისი დარღვევის და ეს ჩვენი პოლიტიკაც არის ნახეთ ცოტა ხნის წინ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მადლობებიც მივიღეთ რაც კარგია რომ მივიღეთ მადლობები მაგრამ ამის აპირისპიროთ რომ ხედავთ ხოლმე მტრულ ნაბიჯებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ცოტა ეს გვაკვირვებს რომ ჩვენგან დახმარებას მხარდაჭერას ელიან და თვითონ მტრულ საქმიანობას ახორციელებენ. საგამოძიებო ფუნქციას დავუკვირდეთ ერთი წინადადებით. თქვენ ამ მობილიზაცია პერიოდის განმავლობაში რომ ვერსი იყო საქართველოს წინამდე მიმართული რაღაცა კამპანიის ნაწილი და საგამოძიებო რეპორტაჟი ამის ცდილებას წარმოადგენდა და გამოძიებას კი დაიწყეთ იქ მონაწილე ადამიანების წინამდე და ახლა ველოდებით რომ BBC-ს შინამარებული რეკორდს მიმართავს და ეს ხდება მაშინ ხოლმე როცა საუბარია მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დარღვევაზე. ან მხოლოდ ეთიკის სტანდარტები დაიყო მაგალითად საკვალისი რაოდენობის წყარო არ იყო რეპორტაჟში და სხვა პრეტენზია არ გაქვთ BBC-სთან თუ არა, რატომ მიმართავთ შინამარებული რეკორდს და არ იწყებთ უფრო სხვა რა უნდა დავიწყოთ. სხვა რა უნდა ჩვენ ბრიტანეთში ამ კრიმინალურ გამოძიებას ვერ დავიწყებთ როგორც მოგეხსენებათ ექსტრატერიტორიულობის პრინციპს ჩვენ არ ვავრცელებთ სხვა ქვეყნებში ჩვენი იურისდიქციას ამ ხრივ და რაც შეეხება თვითონ რეპორტაჟს რა თქმა უნდა პირველი ნაბიჯი არის სწორედ ეს რომ აღიაროს BBC
რომ ეს იყო манипуляция და ფაბრიკაცია და არის შესაბამისი პროცედურები, რომელიც საჭირო არის და პირველი ეს გახლავთ BBC-ს შიდა მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული, თუ კი მათი მხრიდან ასე ვთქვათ, საკუთარი თავის დადანაშაულებაზე ვარ სიტყვიან, ასე ვთქვათ, რაც ნახოთ, როგორ სტანდარტს დაიცავენ ამ შემთხვევაში მაინც. შემდეგ არის უკვე შემდეგი ინსტრუმენტები, მარეგულირებელი კომისია, სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ევროპული სასამართლო სხვა შორის შეიძლება ამ დროს. არა, თავისი პროცედურები აქვს ამ ყველაფერს. ასე ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცედურას იმ რიგითობით, რომელთაც არის საჭირო. მადლობა.